მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, ვინც ჩემთან ხართ, ვინც აქ ხართ, ხო? გამომწერებს, არა გამომწერებს, ყველა სალამი და კეთილი სურვილები. თქვენ ხართ ის თვარის წაროს არხზე და დღეს გთავაზობთ საჯარო გაშლას, სადაც შევხედავთ რეალურ სურათს, შემოკარგებოდ და არა ილუზიებს. მოდი ვნახოთ რა გელოდებათ სინამდვილეში, ანუ რეალურად რა გელოდებათ და გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მე არ ვალამაზებ არც პასუხებს, არ ვაყალბებ პასუხებს. ყოველთვის ყველაფერი გამჭვირვალედ მაქვს. კითხულობ მხოლოდ ენერგეტიკულ რეალობას, რომელსაც წაროს არკანები, ბარათები, როგორც მინდა დარქვით, აჩვენებენ ამ კონკრეტულ მომენტში. მინდა იცოდეთ და გაითვალისწინოთ, რომ ეს არის საჯარო კოლექტიური გაშლა და ამიტომ მიიღეთ და აიღეთ მხოლოდ ის ინფორმაცია თქვენთვის, რაც თქვენს ისტორიაზე რეზონირებს და შინაგან შეგრძნებებს ერგება. თუ რომელიმე ნაწილი თქვენთან არ რეზონირებს, უბრალოდ გაატარეთ, შეიძლება ხვდებით, ანუ არ გინდათ თქვისას, მოირგებთ. კონკრეტულად თქვენი სიტუაციისთვის შეგიძლიათ მომმართოთ პირადად, ფასდაკლება მაქვს, მე მინდა გითხრათ, 28 დეკემბრის ჩათვლით, ფასები მაქვს დაკლებული, როგორც სულ გაშლებზე, ასევე კითხვებზეც და შეგიძლიათ მომმართოთ და რა ვიცი, მშვენიერი ფასებია, მინდა გითხრათ, თან სიღრმისეულ პასუხებსაც იღებთ ჩემგან, შეგერგოთ ყველა და ყველაფერი, რასაც მე გეუბნებით. და რა ვიცი, თქვენ კონკრეტულ სიტუაციას განვიხილავ უკვე პირადად თქვენთან, ხო? ახლა კი გადავიდეთ ტაროს, ასე ვთქვათ, ამ სქემაზე, იმ ხუთი პოზიციაზე, რომელსაც მე განვიხილავ და მოდი ვნახოთ რა გელოდებათ სინამდვილეში. თქვენ რეალურად თქვენ რა გელოდებათ, ჩაიფიქრეთ მხოლოდ საკუთარი თავი, დაბადების წელიწადზე, თუ გინდათ მოჩაიფიქროთ თქვენ ხართ და არ უნდა ჩაიფიქროთ, უბრალოდ მოკალათდით კომფორტულად, ორიენტირდით ჩემს გაშლაზე, იფიქრეთ საკუთარ თავზე, თუ რა გელოდებათ, წაიჩუჩულოთ, რა გელოდებათ რეალურად, ხომ, აი თქვათ ერთი თვე ავიღოთ 20 დღის განმავლობაში და მოდი ვნახოთ. თქვენი მიმდინარე მდგომარეობა და მდგომარეობაში რა ენერგეტიკაში ხართ თქვენ ახლა? თქვენი მიზნები, ანუ რა ცდილობთ, რას გეგმავთ, რა განზრახვები გაქვთ რეალურად ცხოვრებისეულად. აი, მოდი ესე ვთქვათ, ენერგეტიკული მდგომარეობა და თქვენი ენერგეტიკული მდგომარეობა, მიზნები, ემოციური მდგომარეობა, მოდი ასე ვთქვათ, თქვენი განვითარების ბარიერი და თქვენი 30 დღის ენერგეტიკული მდგომარეობა. შემდეგი აი 30 დღე რომ მდგომარეობაში იქნებით ენერგეტიკულად და იეროფანტის ბარეთ, რა თქმა უნდა, ფონად ამოდის. ანუ ჩვენი კითხვის დღევანდელი ფონური ენერგია, როგორც ასეთი ამთლიანად ამ გაშლის არის იეროფანტი და ფონზე დგას ეს აბარათი, იმიტომ რომ თქვენ ამჟამად იმყოფებით შიდა გადაფასების, ღირებულებების, გადალაგების და წესრიგის დაბრუნების ფაზაში, ჩემო ძვირფასებო. ეს არ არის ქაოსური პერიოდი, ეს არის ეტაპი, როცა თქვენ ეძებთ რა არის სწორი თქვენთვის და რას აღარ უნდა, ასე ვთქვათ, მიეჯაჭოთ და რა აღარ უნდა ატაროთ თქვენ ცხოვრებაში. იწყებთ კითხვების დასმას ავტორიტეტებზე, გარე თუ შიდა, ასე ვთქვათ, და აცნობიერებთ, რომ დროა იმოქმედოთ არა ემოციებით, არამედ პრინციპებით. ხო, იეროფანტოში ამოდის მას შეეცა ანუ ადამიანი და თქვენ გადიხართ ცხოვრების უფრო მომწიფებულ ეტაპზე, გადადიხართ, ხო? ხვდებით, ანუ სადაც სპონტანურობას ცვლის სტრუქტურული, ასე ვთქვათ, ნაბიჯები, ხოლო ქაოსს ცვლის შინაგანი დისციპლინა. ეს ფონი რას გვეუბნება, რომ ახლა თქვენ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია წესრიგი, სისწორე და საკუთარ ღირებულებებზე დაყრდნობა. მიმდინარე თქვენი მდგომარეობა არის ხმლების ტუზიდან გამომდინარე და ხმლების ტუზი არის გონებრივი ეს თუ გამოგვიძება, ხო? რაღაცა რომ თქვენ თავში გააცნობიერეთ, რაღაცაში თქვენ თავს შეუთანხმდით, ხო? აი, რო დადეთ რაღაცნაირად ხელშეკრულება საკუთარ თავთან, რომ გააცნობიერეთ, რომ თქვენ ამ ეტაპზე იწყებთ სიმართლის პირდაპირ დანახვას, აღარ გსურთ საკუთარი თავის მოტყუება, მზად ხართ თქვათ, რომ ახლა გჭირდებათ სულთა და მკაფიო აზროვნება და ეს ბარათი ნიშნავს, რომ ახალი იდეები გაქვთ, ახალი გადაწყვეტილებები გაქვთ. ან ესე ვთქვათ, შიდა ესე ვთქვათ რაღაცნაირად ღილაკი, ხო, როცა რაღაც საბოლოოდ ნათელი ხდება თქვენთვის, რომ ბზარათო დააჭიროთ აი ამ ღილაკს. ხვდებით, ანუ ხმლების ტუზი შეიძლება მოდის მას შეც ადამიანის თუ წყვეტს აი ესე ვთქვათ, დაბინდულ ფაზას ტოვებს და გადადის ასე იგი სუფთა აზრების ასე გზაზე. ანუ აზრების სისუფთავე მოდის თქვენთან, ხვდებით, ანუ ნათელი და თქვენთვის გაცნობიერებული აზრები, რომელსაც თქვენ ეთანხმებით, ხომ? ეს შეიძლება იყოს ახალი ხედვა საკუთარ გზასთან მიმართებაში, მკაფიო კი ან არა ცხოვრების რომელიმე საკითხთან მიმართებაში, ჩემო ძვირფასებო. აი ასევე
შეხედეთ აი გადაწყვეტილება რომელიც აღარ გინდათ რომ გააგრძელოთ მაგალითად ძველებურად და ძველი ცხოვრების სქემის შეცვლა გინდათ ახლებური სქემით რომ ჩაანაცვლოთ და ეს ყველაფერი თქვენ უკვე მოფიქრებული გაქვთ უკვე გააზრებული გაქვთ და ეთანხმებით საკუთარ თავს თუ რატომ უნდა გააკეთოთ ეს ანუ იცით რატომაც აკეთებთ ამას თქვენი მიზნები რვენი კვეთებიდან გამომდინარე ანუ რა შეიძლება იყოს ხო მიზნები რომ ძალიან დინამიკურია აქ არ არის გაჩერების ადგილი ეს არის შინაგანი მიზანი თქვენი შინაგანი მიზანი მოძრაობის წინსვლის დაჩქარების რაღაც თემებთან მიმართებაში თქვენი წინსვლებით უნდა ხო რეაგირება რომ უნდა მომახდინოთ იმისთვის რომ ნაბიჯები გადადგათ რომ წინ წახვიდეთ რეალურად რა თემებში თქვენ გსურთ და საერთოდ ცხოვრებისეულად ხომ ეს მაგრამ გვეუბნება რომ თქვენ აღარ გინდათ ლოდინი არ გინდათ ესე თქვა გაწერილი პროცესები თქვენ ცხოვრებაში გინდათ რომ ყველაფერი დაიძრას და სწრაფი ტემპები წავიდეს წინ ანუ რვიანი კვერთხები ხშირად მიგვიითებს სწრაფ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც თქვენი მხრიდან მიღებული იქნა აქტიურ კომუნიკაციაზე, თუნდაც არ ვიცი შეიძლება თქვენ ცხოვრებაში ვინმე აქტიური კომუნიკაციის წყარო შემოვიდა, ან თუნდაც სამსახურეობრივ კომუნიკაციებზე სოფლ არ ვიცი, რომელიღაც კომუნიკაციებზე, ხო მოვლენების დაჩქარებაზე მაგალითად, ხო? თქვენ ახლა შინაგანად ამბობთ რას, რომ თქვენ მზად ხართ იმ ნაბიჯებისთვის, რომლებიც ასე ვთქვათ, მკაფიო თქვენ წინ წაგიყვანს ცხოვრებისეულად და მთავარია არ გაიჭედოთ, ხო? თქვენი ემოციური მდგომარეობა შვიდიანი პენტაკლებიდან გამომდინარე, ხო? რას მეუბნება, თქვენ ხართ მოლდინის და შეფასების რეჟიმში ყოფი პიროვნება. რას ნიშნავს ეს, რომ თქვენ არ ხართ ნეგატიურ მდგომარეობაში, პირველ რიგში თქვენ არც სულ კმაყოფილებაში ხართ, ამასაც გეტყვით და ეს არის ფაზა, როცა თქვენ ამბობთ, რომ თქვენ ბევრი ჩადეთ რა ჩადეთ დრო ენერგია ძალა რესურსი და ახლა ელოდებით ღირდა თუ არა ამ ყველაფრის ასე ვთქვათ ჩადება ხო არ ვიცი თქვენ ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების თემაში რაღაც საქმეში თქვენს ასე ვთქვათ რაიმე თუნდაც პროფესიასთან მიმართებაში, პირად ცხოვრებასთან მიმართებაში, ანუ თქვენ ახლა იმყოფებით, ანუ ეს ის პერიოდია ხო, რასაც დასცეს რომ იმას იმკი, ელოდებით მოიმკით თუ არა იმას, რაც თქვენ დასცესეთ. ემოციურად აქ ჩანს რა, ხო, მოთმინებაში და დაძაბულობა, რომელიც იკვეთება და არის კი და კითხვა საკუთარ თავთან, რა გააკეთეთ სწორად და რა გააკეთეთ არასწორად. იყო თუ არა თქვენი გაკეთებული, რაც ჩვენ გააკეთეთ მოქმედებებიდან გამომდინარე, სწორი თუ არ იყო, ხო? ეგ ანუ როს გეტყვით, იცი რომ ეს არ არის იმედგაცრუების რაღაც პერიოდი, არა. ეს არის საკუთარი შრომის გადაფასების, შეფასების პერიოდი, ჩამოძვირფასება, ანუ ელოდებით რომ ნახოთ რა დასთესეთ, სწორად დასთესეთ თუ არა და მოიმკით თუ არა იმას და აქედან გამომდინარე მიხვდებით სწორი იყო თუ არა, თუმცა პირდაპირ გეტყვით, მარტო ამასაც მივხვდებით ორიენტირებული, იმიტომ შეიძლება დასთესოთ ძალიან ბევრი, ჩადოთ ბევრი რაღაც თემასთან მიმართებაში, ვიღაცაში, საქმეში და ვერ მიიღოთ უკან ისაც იმსახურებთ. აქედან გამომდინარე თქვენ თვითონ მივხვდეთ რა გააკეთეთ სწორად და რა არა და შეიძლება სწორიც იყო, მაგრამ ადამიანი იყო არასწორი, ან სიტუაცია იყო არასწორი, სადაც თქვენ დაიხარჯეთ ბოლომდე. განვითარების ბარიერი ეს არის ეშმაკი. ეშმაკის ბარათი, ანუ აქ დგას ყველაზე ძლიერი და გულწრფელი ბარათი, ხო? და გეტყვით რატომ ეშმაკი როგორც ბარიერი არ ნიშნავს ბოროტებას. არა, მაინც და მაინც ეს ბარათები პირად გაშლებშიც გეუბნებით, საჯაროშიც გეტყვით, არ ნიშნავს მაინც და მაინც ეშმაკი, რომ არის ბოროტება, ანუ რაღაცა რომ ასე ვთქვათ, ცუდი ხდება. ხვდებით, ეს ნიშნავს იმას, რომ რაც გიჭერთ, მაინც თქვენ იჭერთ ამ ყველაფერს. ხვდებით, ეს შეიძლება იყოს დამოკიდებულება აზრებზე, ჩვევებზე, შიშებზე, თვითშეზღუდვა, ან რომ თქვენ არ ასე ხართ და ვერ შეცვლით, ნუ რა გააკეთოთ, რა გავაკეთო, ვერ შევცვლი. აი გადაჭარბებული კონტროლი გიყვარდეთ ვიღაცის თუნდაც ხო ეს ყველაფერი, ნუ აი მოსაშორებელია. მაგრამ ეს ბოროტებიდან გამომდინარე, კიდევ თქვენი შიდა ბუნება ასეთი, ან თუნდაც იყოს ეს შიდა ცდუნება, რომელიც გზიდან ესე თქვათ განვითარების გზიდან გაბრუნებთ უკან, ხო? ეშმაკი ამბობს, რომ თქვენ ზუსტად იცით რა გჭირთ. კი ბატონო, და რა გიჭერთ რეალურად, ხო? მაგრამ რაღაც ნაწილით ჯერ კიდევ არ გინდათ იმის გაშვება, მისი გაშვება, რაღაცის გაშვება, არ ვიცი, ხო? ეს თქვენ უფრო კარგად უნდა იცოდეთ, ვის როგორ რა სიტუაციაში რა გიჭერთ და რო არ გინდათ რაღაცის ან იმის გაშვება, თქვენ ასე ვთქვათ, მიიღეთ და დაალაგეთ თქვენ თემაში რა ხდება და რა არა, ხო? აქ ახლა საჯარო გაშლაში ვერ გამიხილავ ასე ღრმად ამ თემებს. განვითარების ბარიერი აქ არის თავისუფლების შიში, პირდაპირ გითხრათ, რადგან თავისუფლება პასუხისმგებლობასაც მოითხოვს შემოწირფასებად. ახლა მოდი ესეთ გეტყვით 30 დღის ენერგეტიკული მდგომარეობა ხმლების მეფიდან გამომდინარე, რა იქნება? უახლოეს 30 დღეში დგება ხმლების მეფის ენერგია და ეს არის მკაცრი, გონივრული
სტრატეგიული მდგომარეობა ეს ბარათი ამბობს, რომ თქვენ გადახვალთ ემოციური პროცესებიდან ცივსუთ აზროვნებაზე, ემოციებიდან გადავდივართ ლოგიკაზე, შეძლებთ საზღვრების დაყენებას და დაწესებას, მიიღებთ გადაწყვეტილებებს არა შიშით, არამედ ლოგიკით და ხმლების მეფე ნიშნავს ასე საკუთარ თავზე კონტროლის დაბრუნებას შეძლებთ, ავტორიტეტულ პოზიციაში გადასვლას და შესვლას შეძლებთ. თქვენი გაფუჭებული ასე ვთქვათ სიტუაციების და აი სახელის არ ვიტყვი, მაგრამ ანუ მდგომარეობის შეცვლას შეძლებთ უკეთესობისკენ, გონებით მართვას და შეძლებთ არ იმპულსურად რეაგირებას, რა შეიძლება იმპულსურმა რეაქციებმა თქვენთან გააფუჭა ყველაფერი სიტუაციურად და თქვენ ამ ყველაფერს გამოსწორება შეძლებთ. ეს არის მდგომარეობა, როცა თქვენ ამბობთ, რომ ახლა თქვენ იცით რა აკეთებთ და რატომ აკეთებთ, ხო? მოდით ახლა ესე ვთქვათ, შევაჯამოთ და გეტყვით ასეთ რამეს, ხო? ამ გაშლაში ჩანს, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც გამოდის დაბინდული ფაზიდან, ხმლების ტუზიდან გამომდინარე, მზად არის სწრაფი წინსვლის, სრულიერი კვერთხებიდან გამომდინარე, მაგრამ ჯერ კიდევ აფასებს საკუთარ წარსულ ძალისხმევ შვილიანი პენტაგრამიდან გამომდინარე, მაინც რაღაცებს ველოდებით, ხო? და ეჭიდება შიდა მიჯაჭვულობაში, აი ვიღაცას, რაღაცა სიტუაციას მაინც პატარა, აი რაღაცა ის არის, რაც თქვენ გიჭერთ და გიჭირთ რომ გაუშვათ და უახლოეს 30 დღეში მაინც გამოდიხართ ამ ყველაფრიდან და გადადიხართ ძლიერი გონივრული ავტორიტეტური პიროვნების მდგომარეობაში, რომელსაც აღნიშნავს ხმლების მეფე. იეროფანტის ფონზე, აი ეს ყველაფერი იეროფანტის ფონზე ნიშნავს, რომ ეს არის ცხოვრების ეტაპი, სადაც თქვენ სწავლობთ საკუთარ წესებთან დაყრდნობით ცხოვრებას, ჩემო ძვირფასებო, საერთო ჯამში ეს სურათი ასაც მე მეუბნება და არასხვის მოლოდინებზე, არა შიშებზე, არამედ სისუფთავეზე, სიმართლეზე და შინაგან დისციპლინაზე ორიენტირებულად. აი ეს არის ჩემო ძვირფასებო, თუ რა გელოდებათ, ასე ვთქვათ, თქვენ მომავალში, თუ ასე ვთქვათ, რა არის თქვენი განვითარების აი ეს დონე და შემდეგი ეტაპები და ასე ვთქვათ, ძალიან კარგი სურათი მივიღეთ იმათვის, ვინც ცდილობთ, რომ გადახვიდეთ ცხოვრების ახალ ფაზაზე და რა გელოდებათ რეალურად მომავალში, ხო, ვინც რეალურად აი ამ აზრებში ხართ, ასეთ ფიქრებში ხართ, ვინც გადაწყვიტეთ, რომ რეალურად გადახვიდეთ აი ამ ყველაფერიდან სისუფთავეში, სიახლეში, ახალი ცხოვრების გზაზე დადგეთ, ეს გაშლა თქვენზეა და ვისაც აი ესეთი შეგრძნებები გაქვთ, რასაც მე თქვენ გიყვებით, ეს გაშლა არის თქვენზე მორგებული, ზუსტად ვფიქრობ, რომ ბევრია ასეთ მდგომარეობაში, იმიტომ ჩემი მაყურებელი, რომელიც ჩვენთან პირად გაშლაში მოდის, აი მე რამდენიმეც გვიძნობ აქედან, ამ მდგომარეობაში ხართ და მე თქვენ გილოცავთ, იმიტომ რომ მიხარია თქვენთან ერთად, ანუ ვიგებ თქვენთან ერთად მოგებაში გავთ, დამკაში გავდივარ და აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი ძალიან კარგია, რაც მე აქ ახლა ამოვიკითხე. მოკლედ, ვიზეც რეზონირდა ეს, გთხოვთ დააიქოთ ჩემი ვიდეო, გამოიწეროთ არხი, თხოვნა მაქვს თქვენთან ასეთი, იმიტომ ენერგობალანსის თემაში მე ვჭირდება და მარტო ენერგობალანსიც არა, ხო? ხა ჩემი არხის განვითარებისთვის ვჭირდება, რომ მე მქონდეს ასე ვთქვათ, სტიმული, რომ შემდეგ ისევ ვიარსებო, ხო? თქვენთვის და ჩავწერო საჯარო გაშლები. ну სადამ ასე ვთქვათ, შევძლებ რომ ვიყო თქვენთან თორმე ერთხელ შეიძლება გავქრე კიდევაც. მოკლედ ასეთი ამბებია, ჩემო ძვირფასებო, გისურვებთ მშვიდობას, სოლიდარობას, გულით, სულით, სიმშვიდეს, პიროვნებებთან, ადამიანებთან კეთილ დამოკიდებულებას, რომელიც უნდა იყოს ორმხრივი და გისურვებთ რომ ეს ორმხრივი იყოს და რა ვიცი, ყველაფერს საუკეთესოს, უფლის წყალობას, ჩემო კარგებო და ჩემო ძვირფასებო. მოკლედ დაგემშვიდობებით. ესეთი გაშლით მოვედი და ესეთ კარგ ნოტაზე გტოვებთ ჩემო კარგებო და რა ვიცი, სულ ესე კარგი ამბები შემეძლოს რომ მეხაროს თქვენთვის. მოკლედ ყველაფერი მაინც 100-ია თუ ისია, ყველაფერი რიგზეა, ეს კარგად დაიმახსოვრეთ. ნახვამდის.